ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერები თანხმობის დოკუმენტზე მუშაობენ. ცნობილია, რომ კომუნიკაცია 8 ოპოზიციურ პარტიას შორის უკვე მიმდინარეობს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ უკვე კონკრეტულ ქმედებებსა და გეგმებზე საუბრობენ. მმართველ გუნდში კი ოპონენტების განცხადებებს არასერიოზულად აფასებენ. დემოკრატიული ოპოზიცია არის ერთიანი ორ მთავარ მოთხოვნაში. პირველი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რეპრესიებისა და ტერორის შეწყვეტა და ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს რუსული რეჟიმის გარეშე. ცხადია, აი ამ მიზნის მიღწევა სჭირდება ერთიანობა, მოქმედებების საერთო გეგმა და ჩვენ საუბრობთ საერთო გეგმაზე. ვინაიდან უკვე ვართ ერთიანები, უბრალოდ საჭიროა ნაბიჯის გადადგმა ამ მიზნის მისაღწევად. საზოგადოება დაახლოებით 13 წელია ისმენს ერთი და იგივე ზღაპრებს, აი რაღაც ეფემერულ ოპოზიციურ ერთობებთან დაკავშირებით, ამიტომ მე დიდ ყურადღებას ამ ზღაპრებს არ მივაქცევდი ყურადღებას. ამდენი წელია ერთი და იგივეზე საუბრობენ, უნდა გავერთიანდეთ თუ ასე შემდგომ, ნდობა უნდა მოვიპოვოთ ერთმანეთზე ასე შემდგომ. თავარი რაც ყოველთვის ამათ ავიწყდებათ არის ის, რომ უნდა იმუშაონ არა იმაზე თუ ერთმანეთს რას დაუმტკიცებენ და ერთმანეთს რასში დაეხმარებიან, არამედ საზოგადოების ნდობაზე. ეს პროცესი ძალიან კარგად აჩვენებს, რომ რა კონფიგურაციაში არ უნდა გადაეწყონ, რა ფერი თუ რა სახელიც არ უნდა დაირქვან, ვერ ჩამოირეცხავენ იმ ძალიან მძიმე წარსულს, რაც აქვთ მათ საკუთარ ხელზე. გართულდება თუ არა ეპიდემიური ვითარება ქვეყანაში ზამთრის სეზონის დასრულებამდე კიდევ ერთხელ სასწავლო პროცესის განახლების პარალელურად სპეციალისტები გრიპის შემთხვევების მატებას თებერვლის მეორე ნახევარში ელოდებიან. რესპირატორული ვირუსების გარდა ამ სეზონზე ქვეყანაში ჩუტყვავილას შემთხვევებიც დაფიქსირდა. მედიკოსები მშობლებს სიფრთხილისა და პრევენციული ზომებისკენ მოუწოდებენ. თებერვლის მეორე ნახევარში ისევ მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა. ეს დამოკიდებულია ჩანაცვლდება თუ არა ამჟამად მოცირკულური H3 გრიპის ვირუსი, იმიტომ რომ H1 ძალიან ცოტაა. B ტიპის ვირუსიც სულ რამდენჯერმე დავიჭირეთ ეს ამ სეზონზე. და დამოკიდებულია ეს ვირუსების ცირკულაცია როგორი იქნება. ვაქცინაცია დღესაც გრძელდება, მსურველებს დღესაც შეუძლიათ აიცრან. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს რო ავიცრით, ხვალიდან დაცული არ ვიქნებით, იმიტომ რომ ვაქცინას დრო უნდა, რომ იმუნიტეტი გამომუშავდეს, ასე რომ დაახლოებით 10 დღე მაინც საჭიროა, რომ იმუნიტეტი შეიქმნას. ამ პერიოდში, რადგანაც ახლა არ დადეგებია და ბავშვები თქვა სკოლაში არ დადიან, შემთხვევების რაოდენობა შედარებით შემცირებული არ მომატებულა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ როგორც კი სკოლები დაიწყება, ისევ დაიწყება შემთხვევების მატება, იმიტომ რომ ძალიან კონტაგიოზურია განსაკუთრებით H3N2, რომელიც სწრაფად ხდება გადადება. ჩუტყვავილა ვიცით რომ გახლავთ ასე ვთქვა, აერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადება, საკმაოდ სწრაფად და ადვილად ვრცელდება. აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ პრევენცია მოვახდინოთ მისი გავრცელების და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის სიმპტომები თუ რა ახასიათებს ჩუტყვავილას. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და სპეციფიური სიმპტომი ჩუტყვავილის არის გამონაყარი, თუ ბავშვს და თუნდაც მოზარდს აღენიშნება გამონაყარე პლუს ცხელება, ასეთ დროს აუცილებელია რომ დროულად მიმართოს ექიმს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ პირს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანას ახდენდა. სამართალდამცველება ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა და მცენარე კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასვებისათვის საჭირო მასალები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-260 კვარტა და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა, ლოცვა აღევლინა და წყალკურთხევის წესი აღსრულდა. ნათლისღების დღესასწაულზე მისმა ყოვლად უსაღმრდელოესობამ ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ქუთაისში წმინდა იოანე ნათლისმცემელის შობის ტაძართან მდინარე რიონი აკურთხა. საეკლესიო სწავლებით ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება
ზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს. ნათლისღების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს. წმინდა სახარების მიხედვით წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სული წმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა. ის არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ. Dacă mamisa da dise da სუჟეტისა და გილოცავთ დღესასწაულს უფლის გამოცხადებას იორდანეზე იონე ნათლისმცემელთან, რათა ცხადად იხილონ და ისვინონ და გულისმაყონ, რომ უფალი მოვიდა ქვეყანაზე. მოწობს ქვეყანაზე წინასწარმეტყველი იონე, მოწობს ზეცინა ხმა მამისა, ესა ძე ჩემი საყვარელი, და მოწობს სული წმინდა დედის სახით გარდამოდის ქრისტეზე. ვის ჭირდება ეს მოწობა? უფალს არ ჭირდება მოწობა. უფალია სუფე და შემოქმედისა ქვეყანისა. მოწობა ჭირდება ჩვენ ადამიანებს, რომ ვირწმუნოთ, მივიახლოთ, მივიღოთ მადლი, წყალობა და განახდეს ბუნება ჩვენი. განთავისუფლდეთ ცოდვებისაგან და ღვთის მიერ შეტარებული იყოთ ამ ქვეყანად და იმ ქვეყანად უფალთან ერთობაში. აი ეს დღე არის, როცა უფალი განცხადდა და საწყისი ცხოვრებისა წყალი უნდა იკურთხოს და წყლით განიბანება განიწმინდება ყოველივე და წყალი ყოველდღე არის ამ ქვეყანაზე მატერიალურ სამყაროში წყალზე და დაფუძნებული იყო თავიდანვე ქვეყანა და ამიტომ როგორც უცილებელი და აუცილებელი საწყისი ცხოვრებისა. წრის გარეშე ცხოვრება არ არის. მაგრამ წყალი ამიტომ არის არა მარტო ცხოვრების მიმუჭებელი, არამედ მოწობა ღვთის სიყვარულისა, ღვთის წყალობისა და ღვთის ზრუნვისა ჩვენს მიმართ, რათა ქმნილება მისი მასთან ერთობაში იყოს. აი ეს წლის კურთხევით უფალი ამ ქვეყანაზე მოშვით ჩვენ შეგვირიგა უფალმა და შეგვიწყალ და შეგვეცია. მართლაც ხოლმე ჩვენ მიღებად არა მხოლოდ წყლისა, არამედ რწმენისა და მადლისა ღვთისაგან, რათა ერთობა იყოს უფალთან უკუნისამდე. უამრავი სარწმუნება არსებობს მოგეხსენებათ, მაგრამ განცხადება ღმერთისა არც ერთს არ გააჩნია მხოლოდ ქრისტეს ჯულს და ქრისტიანებს. რამე თუ ამ მომენტში, აი ამ დროს ზეციდან ისმის უნვარე ხმა მამა ღმერთისა, ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ მისი ისმინეთ. დათვით განკაცებული მაცხოვარი ჰიპოსტასი მეორე პირი სამებისა, ძე ღვთისა, იესო ქრისტე დგას მდინარე იორდანეში და ინათლება წყლით. ხოლო გაიყვება ზეცა, გაიხსნება ზეცა და იქედან გარდამოდის ჰიპოსტასი მესამე პირის სახით, სულიწმინდის სახით, მტრედის სახით და დაადგრება იესოს. დიახ, ინებოს უფალმა, ახლად ნათელღებულმა მაცხოვარმა, რომ განგამტკიცოს წმენაში, განამტკიცოს კაცობრიობა, განამტკიცოს ადამიანები და ის გონება, რომელიც მოგმადლა უფალმა, მოგმადლა და გამოგვარჩია ჩვენ ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან, მოგმადლა გონება, თავისუფალი ნება, აი ამ გონებით უნდა განსაჯოს პიროვნება სწორი მართალი გზა, რომელიც გვიჩვენა განკაცებულმა მაცხოვარმა, რადგან დაიმკვიდროს ქრისტის სასუფეველი. ნათლისღების დღესასწაულის ზღვაში შესვლის რიტუალით აღნიშნეს ბათუმში. ღამის 12 საათზე სასულიერო პირებმა ზღვის წყალი აკურთხეს. ამის შემდეგ მრევლმა შთაფლის რიტუალი შეასრულა. სანაპიროზე წელსაც ათასობით მორწმუნე გავიდა. პერიმეტრს უსაფრთხოების მიზნით მაშველები აკონტროლებდნენ. ტრადიციას საფუძველი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა კურთხევით ჩაეყარა. განცხადების დღეს, ანუ ნათლისღების დღეს
ეს არის მრავალს ეს ტრადიცია, რომელიც ახლა აღესრულება არის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის დაარსებული ჩვენს ქალაქში. ამიტომ ეს გარკვეული სახალხო დღესასწაულად იქცა ეს ტრადიცია და გვეთო მრავალს დაგვესწროს და ჯანმრთელობით და სიყვარულით. მიულეცავ სრულიად საქართველოს ყველას. ეს ბედნიერი დღე და ლოცვილი იყოს და ბედნიერების და სიკეთის მომტანი იყოს სიმშვიდის, მშვიდობის. ნამდვილად რომ რაც ჭირდება და გვესაჭიროება დღეს მთელ საქართველოს. ბეზგილოცად ნათლისღების დღესასწაულს, რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ. ცოტა უფრო მეტი გამბედეობა მინდოდა, მაგრამ რა ვიცი, რაც გამომივიდა, ბედნიერი ვარ, ამით გილოცავთ ყველას ნათლისღებას. რა ვიცი, უფლის მეუხეობის და შემწეობის ქვეშ ყოფილიყავით. საუკეთესოს გისურვებთ ყველაფერს. მთელ საქართველოს უსურვებ საუკეთესოს. ჯანმრთელობა, სიხარული, ბედნიერება და რაც მთავარია მშვიდობა იყოს ქვეყანაში. ქუთაისში ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში ეპიელოს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის კამპუსი გაიხსნა. შედეგად მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ LGS-ის სამართლისა და საჯარო მმართველობის სამივე საფეხურის პროგრამები. ასევე შეიქმნება ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამები. ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი მსურველებს ეპიელოს მიერ სერტიფიცირებულ კვალიფიკაციის ამაღლების კარიერული განვითარების და ცნობიერების ამაღლების პროგრამებს შესთავაზებს. ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი და ევროპის სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლა განახორციელებენ მომავალში ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს. აქ არის საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი, მაგალითად ევროპული სამართალი, ევროპული მმართველობა და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო პროგრამები, რომელიც იქნება სავარაუდოდ საინტერესო იმ ხალხისათვის, ვინც არიან დასაქმებული საჯარო სექტორში, იგულისხმება ამ შემთხვევაში თვითმმართველობები და ასევე პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან კერძო სექტორში. ეს პროგრამები განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ იქნება შეთავაზებული მსურველებისათვის ძალიან ხელმისაწვდომ ფასებში. ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას აქვს ევროპაში ყველაზე ვრცელი სამეცნიერო და აკადემიური ქსელი. და ბუნებრივია, რომ ქართული უნივერსიტეტები არიან დაინტერესებული ამ ქსელში ჩართვითა და იმ შესაძლებლობების გამოყენებით, რომელსაც ეს ორგანიზაცია ხსნის. მოხარული ვარ, რომ ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი არის პირველი, ვინც ამ შესაძლებლობების გამოყენებას გამოეხმაურა. ასევე ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი გახდება LGS საზაფხულო და ზამთრის სკოლები, ეპიელოს საბერძნეთის, იტალიისა და პორტუგალიის კამპუსებში და ასე შემდეგ. თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაცვლით პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა როგორც საბერძნეთში, ასევე იტალიასა და პორტუგალიაში. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა ტიპის სასერტიფიკატო პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა, რაც დამერწმუნებით ხელს შეუწყობს საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე მოამზადოს უნივერსიტეტმა მაღალი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მქონე კადრები. ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის კამპუსი ქუთაისის ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიხსნა. მემორანდუმს, რომელიც მრავალმხრივ აკადემიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა იოსებ ნანობაშვილმა და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ მოაწერეს ხელი.